საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს მინდოდა კითხვა-პასუხის რეჟიმი მქონოდა აუდიტორიასთან, მაგრამ გადავწყვიტე, რომ უფრო მეტი ინფორმატიული რო იყოს ვიდეო და უფრო მეტი სასარგებლო რო იყოს ჩემი აუდიტორიისთვის, აი ამ ფორმით გავაკეთო ეს ვიდეო ბლოგი და უფრო როგორ გითხრათ, იცით, მარტივად გასაგები იყოს ისევ და ისევ აუდიტორიისთვის და რაც შეეხება კითხვა-პასუხის საკითხებს, რა თქმა უნდა, ესეც გვექნება და გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. უბრალოდ ასევე საუბარს ჯობია საქმეში ვნახოთ ყველაფერი თუ როგორ ხდება და რანაირად ხდება, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე აი ამ ფორმატით მოვახდინო ჩაწერა. მართალია გვიან იქნება ვიდეო, მაგრამ დღის შემაჯამებელი სიტუაცია ყოველთვის დღის ბოლოს შეიძლება გაკეთდეს წინასწარ არავინ იცის რა მოხდება დღის განმავლობაში მით უმეტეს ომი დინამიური პროცესია განსაკუთრებით თანამედროვე ომები განსაკუთრებით ეს ომი რაც დღეს ხდება და ამიტომ საღამოთი უფრო ინფორმატიული არის დღის შემაჯამებელი ქრონიკის გაკეთება. მოკლედ შემოკარგებო პირველ რიგში მინდა დავიწყო იქედან რომ ჯერ ეკონომიკური თემატიკა რომ განვიხილოთ, ესე აი გუშინდელი ღამიდან დღევანდელი დღის მიმდინარე მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. ჯერ მოდი ეკონომიკურ საკითხს შევეხოთ, ეკონომიკური საკითხი იქიდან გამომდინარე რომ ომის ეკონომიკა ბევრ რაღაცას წყვეტს და მე გადავიდეთ საბრძოლო თეატრზე, მით უმეტეს, როდესაც აი ეს მოვლენები თავისთავად საქართველოსაც და მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოზე პოვებს აუცილებლად ასახვას. პირველ რიგში ეს ყველაფერი შეეხება ნავთობის ფასს და წუხელ გახდა ღამით ცნობილი, რომ შედგა ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტის დიალოგი, რომელიც დიალოგის დროსაც განიხილებოდა ესე იგი ნავთობის ფასების საკითხი დასანქცირებული რუსეთის პრეზიდენტის და მთლიანად რუსული ემბარგოს შესახებ. ასე რომ პუტინთან საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი ის, რომ რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატები მოუხსნიდა ნაწილობრივ სანქციებს და გამომდინარე აქედან ამ მოვლენამ გუშინ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასი რომელიც იყო $100 ასული, მოულოდნელად ამ საუბრის შემდეგ $80-ზე ჩამოვარდა. თუმცა დღის მანძილზე ინვესტორები, მსოფლიო ბირჟა ელოდებოდა იმას თუ საქმეში როგორ გადაიზრდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ არანაირი სიტყვა არ იყო ხსენებული დღის პირველ ნახევარში, რომ რეალურად მოხერხდებოდა სანქციების მოხსნა, აქედან გამომდინარე ფასებმა ხელახლა დაიწყო ზრდა, მიაღწია $100 და ამ დროს გამოვიდა ტრამპის წარმომადგენელი და თქვა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაცია სტრატეგიული რეზერვებიდან მოახდენდა 175 მილიონი ბარელი ნავთობის გაშვებას და ამით მოხდებოდა ნავთობის ფასების სტაბილურობა, თუმცა ინვესტორებისთვის ეს არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, ფასებმა მაინც გააგრძელა ზრდა ნავთობის ფასმა. მიზეზი სულ სხვა რაღაცაში არის, მიზეზი არის იმაში, რომ 2022 წელს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მაშინაც ენერგობაზარმა ძალიან მტკივნეულად ირეაგირა რუსეთის ბაზრის ჩაკეტვაზე და მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ 300 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობი გამოიტანა გასაყიდად, რომ ეს დეფიციტი შეევსო. აქედან გამომდინარე სტრატეგიული რეზერვები ძალიან შემცირებული იყო ტრამპის, ამიტომ მას პრაქტიკულად უკანასკნელი ნაბიჯი გადადგა
ამ სტრატეგიული რეზერვების გამოსათავისუფლებლად ეს ნაბიჯიც არ აღმოჩნდა საკმარისი და ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ნაწილობრივი შემსუბუქება მოხდება ნავთობის ბაზარზე, რუსული ნავთობის უკვე დატვირთული გემების, რომლებიც უკვე ზღვაში არიან, ნაოსნობაზე არიან, მათთვის სანქციები მოხსნილი არის და მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი თავისუფალ მიმოსვლაში აწარმოონ და თავისუფალ ვაჭრობაში გაყიდონ. აქედან გამომდინარე, ბაზარმა თავისთავად რეაგირება განახორციელა და ფასმა ნელ-ნელა დაიწყო დაკლება. თუმცა ეს არის სიამოვნად, რა თქმა უნდა, უკრაინელებს, არის სიამოვნად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ევროპელებს, რომლებმაც ერთი წევილ-კიველი ატეხეს, რომ რუსეთი აი ამ გაჭირვების დროს აი ესე პირიქით ბევრ ფულს იშოვის, მოკლედ მთელი ისტერიკა იყო ატეხილი და წავიდა ესა რა ქვია დათვლა თუ რამდენი შეიძლება რუსეთმა იშოვოს და აღმოჩნდა რომ სადღაც 175 მილიონიდან 200 მილიონამდე დღეში შეიძლება ამ კრიზისის პერიოდში რუსეთმა იშოვოს. აქედან გამომდინარე ევროპელებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოხატეს, დიდი ისტერიკა ატყდა, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად და პრობლემა იმის შესახებ, რომ ბაზარი იქნა სტაბილურებული, ტრამპს უნდა თუ არ უნდა ამ ყველაფრის ასე რომ ვთქვათ გაკეთება მოუწია. ამას დაემატა ისიც, რომ ერთი საინტერესო მომენტი დაემატა, რომ ბაღდადში ირანის ელჩმა განაცხადა ეს თალკე საინტერესო ამბებია. ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ის ირანი აძლევს უფლებას, რომ ერაყმა უპრობლემოდ თავისი ნავთობი გაიტანოს ორმუზის სრუტით და ერაყული ნავთობი უპრობლემოდ იქნას გატარებული. ასევე ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ასევე შევსება ერაყული ნავთობიდან ხდება, ხას უსვამ ერაყული ნავთობიდან. ამიტომ ესეც დამატებით სტაბილურობას აძლევს ბაზარს და შეიძლება ითქვას, რომ ამ პირობებში შესაძლებელი ხდება ომის გაგრძელება, რადგან შიში იმისა, რომ მიაღწევს $200 ბარელი ნავთობი, რაც თავიდან ბოლომდე ჩამოშლის ძალიან ბევრ ეკონომიკას და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის შეერთებულ შტატებს, არ მოხდება, ამიტომ იძულებული არიან ამ ყველაფერზე დათანხმდნენ. ასევე გახდა ინფორმაცია ცნობილი იმის შესახებ, რომ სპარსეთის ყურეში და ორმუზის სრუტეში ჩინური გემები უპრობლემოდ სხვადასხვა ქვეყნის დროშებით, მაგრამ ჩინური გემები უპრობლემოდ ახდენენ მიმოსვლას, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ის ოცნებები და ილუზიები, რომ ირანი, რომელიც მთავარი მიმწოდებელი იყო ჩინეთისთვის ნავთობის ორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან ერთად მოხდებოდა, არ განხორციელდა და არ გამართლდა. თუმცა პარალელურად აი ეს თავისთავად ესე არის, რომ მოკავშირეების ნავთობის გატარებას ირანი ახდენს, მაგრამ ვინც არ არის მოკავშირე, აი მათ დაითვალეს დღეს და 18 გემი იქნა განადგურებული, ვინც ცდილობდა ორმუზის სრუტის ირანის ნებართვის გარეშე გავლას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ორმუზის სრუტე, რომელიც სულ 90 კილომეტრი არის მკაცრად კონტროლირებადი ირანის მიერ და პრაქტიკულად შეუძლებელია უახლოეს მომავალში მისი გახსნა სამხედრო გზით ან ნებისმიერი გზით, თუ ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში არ გადაიზარდა, ახდენს სერიოზულად მსოფლიო ეკონომიკის დამუხრუჭებას და
ამ ყველაფრის გასაღები ხელთ უკრია ირანს, რომელსაც თავისი სერიოზული პრობლემები და თავისი სერიოზული თავსატეხები შეუქმნეს დასავლეთიდან. ეხლა რაც არის კიდევ საინტერესო უშუალოდ სამხედრო თეატრს რომ დაუბრუნდეთ, ომის სამხედრო თეატრს ამ ხრივაც ძალიან დახუნძლული იყო დღევანდელი დღე. მოდი დავიწყოთ ჯერ ზღვიდან, იმიტომ რომ ზღვის საკითხი არის ძალიან ბევრის მანიშნებელი და მათ შორის შეერთებული შტატებისთვის. აი ხდება ცნობილი, რომ აბრაამ ლინკოლნი, რომელიც იმყოფებოდა დაახლოებით 700 კილომეტრზე 700 კილომეტრზე იყო დაშორებული ირანის საზღვრიდან, ირანელებმა განახორციელეს მასზე სამხედრო იერიში, საზღვაო დრონებით. ინფორმაცია ამის შესახებ ფოტოგრაფიული და მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, არ გავრცელებულა, მაგრამ იმდენად სარწმუნო ინფორმაცია არის, რომ ამ ყველაფერს ვერ მალავენ, რადგან გემების განლაგება, როგორც ხედავთ, როგორ შორს არის სპარსეთის ყურიდან და წყალს ზედა და წყალს ქვეშა დრონებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ ირანს გააჩნია, აიძულა ავიამზიდი კიდევ უფრო დაშორებოდა ირანის ნაპირებს. აი ეს არის ამერიკული ხომალდების განლაგება, რომლებიც ორმუზის სრუტეს და სპარსეთის ყურეს შორიდან უყურებენ და იძულებულები არიან, რომ აი 767 კილომეტრით, 744 კილომეტრით, 704 კილომეტრით, 1045 კილომეტრით, 1075 კილომეტრით, აი ამ მანძილზე იქნას დაშორებული. აბრაამ ლინკოლნი სავარაუდოდ მიუახლოვდა დაახლოებით, მე ვამბობ ყველაზე ესე რომ ვთქვათ, ძალიან ხისტად უახლოეს მანძილს, მიახლებოდა ირანის სანაპიროებს, ეს იყო სადღაც 403 კილომეტრი, აი აქ განხორციელდა იერიში. საინტერესო არის ის მომენტი, რომ საშველად ამერიკული გემების საშველად სუეცის არხიდან მოემართებოდა აი უფრო ინფორმატიული რო იყოს თუ რა გზით მოდიოდა ეს ყველაფერი. აი ეს არის წითელი ზღვა, ეს არის ბაბ-ელ-მანდების სრუტე, სადაც გავლენა აქვს ჰუსიტებს და აქ არის განლაგებული გემები ჯერარდ ფორდი, რომელიც ახდენდა უკაცრავად რა ქვია, ელიტის პორტი, რომელიც არის წითელ ზღვაზე გასასვლელი ისრაელის აი ამ სრუტის დაცვას და ნაწილი აქ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ აი ეს ხომალდი ჯერარდ ფორდი უნდა შეერთებოდა აი ამ საზღვაო დაჯგუფებას, რომელიც აქ არის თავმოყრილი და გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯერარდ ფორდზეც ამერიკულ ხომალდზე, ჯერარდ ფორდზეც განხორციელდა რაღაც მოხდა, ასე რომ ვთქვათ, რაღაც განხორციელდა. რამაც გამოიწვია ხანძარი და ხანძრიდან გამომდინარე გემმა ვერ შეძლო საბრძოლო მარშის განხორციელება. ხანძრის მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითონ აი ამ ხანძართან მიმართებაში გააჩნდა მრავალფეროვანი ვერსია და რაც ეს სხვათა შორის ეს აღიარა
შეერთებული შტატების ცენტრალურმა მმართველობამ და თქვა ესეთი რაღაცა, დიახ, ფორდს გაუჩნდა ცეცხლი, მაგრამ არა ისეთი, რომ რაღაცა არ გამოსწორდეს, შესაძლებელი არის, რომ ჩვეულებრივად იქნას გამოსწორებული, ასე რომ დროთა განმავლობის შემდეგ, როდესაც შეკეთდება, ის აუცილებლად შეუერთდება საბრძოლო ოპერაციას. მაგრამ საინტერესო არის კიდევ რა ვერსია იქნა გაჩენილი, არ ვიცი. საინფორმაციო ომი არის, ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილიც, მაგრამ გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ თვითონ მეზღვაურებმა გააჩინეს ხანძარი, დივერსია განხორციელდა, იმით რომ ისინი არ ჩართულიყვნენ აი ამ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც როგორც ხედავთ, ჯერჯერობით შეერთებული შტატები და ისრაელი მიუხედავად ეს ქართული ტელეარხებისა განიცდის მარცხს. ეს კი ისრაელის დასაცავად განლაგებული ამერიკული და ფრანგული ხომალდებია, ცოტა მოშორებით ბრიტანული ხომალდი არის, რომლებიც ისრაელის საჰაერო დაცვას ანხორციელებს. აი მოკლედ ეს ზღვის ნაწილი, ზღვის საკითხთან დაკავშირებით საბრძოლო თეატრზე ესეთი მდგომარეობა არის და აი ახლა გადავიდეთ საჰაერო ამბებთან დაკავშირებით, აქ დღევანდელი დღე, უბრალოდ წუხანდელი ღამე, რომელიც დღევანდელ დღეში შედის, იყო ძალიან საინტერესო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ერაყი ეს საცოდავი ქვეყანა, რომელიც რამდენი წლები არის ომის და უბედურების კერა და პოლიგონად გადაქცეული, დღევანდელ დღესაც არის გამხდარი ამ ბრძოლის ველად, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ჩრდილოეთ ერაყი, სადაც არის განთავსებული ერაყის ქურთისტანი, ამიტომ აქ ბრძოლები უშუალოდ ხმელეთზეც მიმდინარეობს, ჯიჰადის მომხრე თვითონ შიიტი მებრძოლებსა და პროამერიკულ ძალებს შორის, გამომდინარე აქედან, განთავსებული აქ არის ბრიტანული, ამერიკული, ფრანგული, იტალიური სამხედრო ბაზა, ასევე განთავსებული არის კანადური შენაერთი, განთავსებული არის გერმანული შენაერთი, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის, ასე რომ ვთქვათ, მოტივით იქნა თავის დროზე შეყვანილი ქურთისტანების მხარდასაჭერად, მაგრამ დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ეს განცხადება ირანის ელჩის განცხადება არის ერაყში, რომ ირანი აძლევს საშუალებას ორმუსის სრუტის დებლოკაციას. ასევე გახდა დღეს ცნობილი, რომ იტალიელები დატოვებენ ერაყის ქურთისტანს. ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ირანელების ულტიმატუმი იქნა გაგებული იტალიელების მხრიდან, მათ თქვეს, რომ ეს არ არის ჩვენი ომი, ამ ომში არ მონაწილეობთ, ამიტომ იტალიელი სამხედროები დატოვებენ ერაყის ტერიტორიას და ისინი არ მიიღებენ ბრძოლებში მონაწილეობას. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ირანის მოთხოვნას ევროპული ქვეყნები ეხმაურებიან, იყო შეიარაღებული ძალების გაყვანაზე, დიპლომატების გაყვანაზე, პირველი ესპანეთმა გააძევა ელჩი თავისი ქვეყნიდან, ასევე გამოიწვია ისრაელიდან ელჩი და ეს უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც იტალიელებს გამოყავთ რეგიონიდან შეიარაღებული ძალები, რათა ისინი არ იქნან ჩაბმული და საპასუხოდ ირანი ამბობს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გაიყვანენ შეიარაღებულ ძალებს და დიპლომატებს გააძევებენ, მათთვის ორმუზის სრუტე იქნება გახსნილი. ეს ინფორმაცია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზა, რომელზეც დისლოცირებული არის ასევე ფრანგული შენაერთები, წუხანდელი
يعلم الحسن. წუხანდელი დაბომბვის შედეგად დაიღუპა ფრანგის სამხედრო და ეს არის პირველი დანაკარგები ფრანგული შენაერთის და საერთოდ ევროპული ჯარების ერაყში ამ ომის პარალელურად. ეხლა რაც შეეხება საჰაერო მდგომარეობას, აი როგორც ცნობილი გახდა, ამერიკელებმა დაკარგეს საჰაერო ტანკერი KS 125, რომლის ფუნქცია მოვალეობაც არის ჰაერში თვითმფრინავებზე მოახდინოს საწვავის გადასხმა, ამიტომ ამ პირობებში, რომელ პირობებშიც მიმდინარეობს ომი და საჰაერო დარტყმები ხორციელდება ირანზე, უსაფრთხო არ არის არც ერთი სამხედრო აეროდრომი, ამიტომ მხარეები ცდილობენ შეიარაღებული ძალები, ძირითადად ისრაელის საჰაერო ძალები ჰაერში იყვნენ, ასევე ამერიკული სამხედრო ძალები და ჰაერში მოხდეს მათი შევსება, საჰაერო ავზების შევსება, აი ესეთ თვითმფრინავებს აქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ჰაერში იქნა საწვავი მიწოდებული და როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი თვითმფრინავი ავზი იქნა განადგურებული, დაღუპული არის, არ ვიცი, 4 არ ვიცი 6 ზუსტად ინფორმაცია არ არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. პარალელურად მიმდინარეობს დარტყმები თვითონ ერაყის ტერიტორიაზე პროირანული ძალების მხარდასაჭერად. მეორე თვითმფრინავი, რომელიც ასევე იქნა დაზიანებული ამ შეტევებიდან გამომდინარე, სწორხელ გავრცელდა, ეს არის ორი თვითმფრინავი, ორი საჰაერო ტანკერი იქნა ერთი ჩამოგდებული, მეორე დაზიანებული და როგორც ჩანს, მეორე მიაღწია ისრაელში სახმელეთო ბაზაზე ბენ-გურიონის აეროპორტში მოხერხდა მისი დასმა და ყოველ შემთხვევაში პირადი შემადგენლობა გადარჩენილი იქნა. ალბათ თვითმფრინავიც არ არის ისე დაზიანებული, რომ არ ექვემდებარებოდეს რემონტს. რაც შეეხება ერაყს, აქ ერაყში მიმდინარეობს სახმელეთო იერიშები პროირანული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ბლომად არიან და ეს იმას ნიშნავს, რომ ერაყი გახდა ოფიციალურად სახმელეთო ბრძოლის თეატრი და ორივე მხარე ცდილობს, რომ რაღაც ფორმით ერთი მეორეზე იერიშები მიიტანოს დრონებით თუ ავიაციით. ასე რომ აქ მრავალი შემთხვევა განხორციელდა, ყველას თავისთავად ვერ გავყვებით. სხვადასხვა კოორდინატებს ამბობენ, რომ არა, აქ არ მოხდა ჩამოვარდნა, არა, აქ მოხდა ჩამოვარდნა, ეს არის თანამგზავრული სურათები, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები არის დაბომბვის ქვეშ და ეს განაცხადა თვითონ ნიუ-იორკ ტაიმსმა გაავრცელა ეს თანამგზავრული სურათები, რომელი სურათებიცაც ირანმა გაანადგურა ეს, რომლის მიხედვითაც ეს ბაზები არის განადგურებული, ირანმა შეძლო და ეს სანაკებო ბაზები უკვე გაანადგურა და აი ეს ბატალიები მიმდინარეობს, მე მხოლოდ და მხოლოდ ძირითადზე გესაუბრებით, რა თქმა უნდა, პარალელურად მიმდინარეობს დარტყმები ხორციელდება ირანის მიმართულებაზე, ავრცელებს ამას ამერიკული სარდლობა, ეს უფრო ესეთი
ამბავი არის, რომ თვითონ ფაქტები არის, რომელსაც დადასტურება ჭირდება, ასევე გავრცელებული არის ინფორმაცია კიდევ ერთი ამერიკული F-15-ის ჩამოგდების შესახებ. თვითონ თეირანში აბომბოები არ წყდება, თუმცა ამის პარალელურად ირანის პრეზიდენტი დღესასწაულებზე გამოსული არის და ხალხთან ერთად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. ფაქტია, რომ ირანში არანაირი, ასე რომ ვთქვათ, ისტერიკა არ არის შიში. ეს განცხადებებია ირანული მხარის მიერ განხორციელებული. პერიოდულად ხდება ისლამისა კორპუსის მხრიდან ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ რასაც ესენი ოცნებობენ, რომ უშაქთა კორპუსს გამოელევა რაკეტები და ამ რაკეტების გამოლევის შემდეგ შეწყდება დაბომბვა. მსგავსი რაღაცა, როგორც ჩანს, არ ხდება. ხო, საინტერესო მომენტი არის ბუშერას ატომური სადგური, რომელიც იქნა რუსების დახმარებით აშენებული, ისრაელმა დაბომბა, ამიტომ 150 თანამშრომელი, როსატომის თანამშრომელი გაიყვანა ასევე რუსეთმა. საინტერესო არის ერთი ასევე მომენტი, რომ ირანი აცხადებს, რომ ის აუცილებლად გაანადგურებს ყველა იმ ტექნოლოგიურ გიგანტს, რომელი გიგანტიც განთავსებული არის ემირატებში. ეს არის დატა ცენტრები შექმნილი, ეს არის Google, Microsoft, Amazon და ესე შემდეგ, იმიტომ რომ ამ გიგანტების სერვისების გამოყენებას ახდენს პენტაგონი, როგორც სპუტნიკურ დაზვერვაში, თანამგზავრულ დაზვერვაში, ასევე სპეცსამსახურების დონეზე. ამიტომ სერიოზული დაბომბვები მიმდინარეობს თვითონ დუბაის ტერიტორიაზე. ჩვენი ძმა და მეგობარი ბურჯ ხალიფას მეპატრონე, ალბათ როგორც ამბობდა, ალაბარი მალე გამოიქცევა თბილისში და სადღაც რომელიღაცა ფერმაში სახლს აიშენებს. ეს კი არის ეკონომიკური მაჩვენებელი დუბაის, რომელიც უძრავი ქონების ინდექსს აჩვენებს. აი ასე ამ დონეზე არის დაცემული დუბაის უძრავი ქონების ბაზარი. არ ვიცი, მე ქოცებს თავისი ტუჩებ გადადღლეზილი საყვარლებით და გამპრავებლებით რა ეშველებათ. ხანძარია, რომლებიც დუბაიდან დუბაიში დარბოდნენ და ზოგიერთი ცდილობდა, რომ შეჰრეზადობაზე გამოეკრა ხელი. ესევე არის ეს ამერიკული სამხედრო ბაზები განთავსებული ემირატებში. რომელიც დაბომბვის ქვეშ იმყოფება. საინტერესო არის ის, რომ უკრაინელი სამხედროები გამოჩნდნენ კატარის ტერიტორიაზე, რომლებიც როგორც აცხადებენ, თურმე უნდა დაეხმარონ შეერთებულ შტატებს და ისრაელს დრონებთან ბრძოლაში. ეს პირველი მამტკიცებელი ნიშნები ამის უკვე არის, სოციალურ ქსელში გამოჩნდა. არ ვიცი, თვითონ თავიანთ ქვეყანაში ომი აქვთ, არ ნახული. ესენი კიდე სხვის ომში მიდიან საომრად.
აქ კი კიდევ ერთი ეკონომიკური კოლაფსის ნიშნული არის, რომელიც განხორციელდა. მოკლედ, საინტერესო არის ბაჰრეინის სიტუაცია. ეს გუშინდელი ამბავია. დღევანდელი არ არის, ნახოთ აბა გუშინდელი. გუშინ ბაჰრეინი იყო ცეცხლის ალში გახვეული. დღეს ნაკლებად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულად არის აჯანყებული და ითხოვენ ამერიკული სამხედრო ბაზების, ეს არის მეხუთე ფლოტის ბაზა და ამერიკული ქვეითების ბაზაც არის განლაგებული, ამ ბაზების დახურვას და გაყვანას და საერთოდ ხელისუფლების ცვლას ბაჰრეინში, რადგან ამ ომმა სერიოზულად დააზარალა. თუ კი ეს მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი პრეცედენტი იმის შესახებ, რომ ირანის ძალისხმევას აქვს შედეგები, იწყება გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომელი გეოპოლიტიკური ცვლილებებიც ფაქტია, რომ კარგს არაფერს არ მოუტანს არსებულ მდგომარეობაში პროდასავლურ ძალებს. ეს მე გაჩვენებთ უბრალოდ მხოლოდ ამ მომენტებს, ამის გარდა ომის თეატრი არის სხვა მიმართულებითაც, მაგალითად ეს საუდის არაბეთი არის, სადაც ასევე ირანული რაკეტების ნამოქმედარი არის ეს. მოკლედ აი ესეთი მდგომარეობა არის დღესდღეობით აი ამ მიმართულებაზე. ეს ამერიკული უპილოტოების დარტყმები, რომლებიც ხორციელდება პროირანულ შენაერთებზე ირაყის ჩრდილოეთით. ასევე საინტერესო არის ლიბანის თეატრი, ეს არის ბეირუთზე ავიადარტყმებს არ წვეტენ ისრაელის ავიაცია, აქ მოქმედებს ჰესბოლა თავის მხრივ აცხადებს, რომ ისინი იერიშებს ახორციელებენ ისრაელის მიმართულებით, ისრაელში მოქმედებს კატასტროფული ცენზურა, რომ ინფორმაციები არ იქნას გამოტანილი მსხვერპლისა და დაზიანების შესახებ. თუმცა როგორც ხედავთ, ეს ინფორმაციები მაინც ჟონავს და მხარეები არც ერთი მხრივ, არც მეორე მხრივ არ რჩებიან ერთმანეთს. ეს არის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციები, რომ ირანმა ისრაელმა ჩაითრია შეერთებული შტატები ომში და მათ არ ჰქონდათ რეჟიმის ცვლილების რეალური გეგმა. ეხლა ცოტა ხნით მოვშორდეთ ახლო აღმოსავლეთს, გადმოვინაცვლოთ ომის თეატრზე უკრაინაში, მე უკრაინის დეტალების გარჩევას არ დავიწყებ, ეს ჩვენი დალოცვილი სამშობლო. საინტერესო არის აქ რა. ყველა ქვეყანას ყავს პასუხისმგებელი პირი, რომელიც აი გეოპოლიტიკურ რუკაზე არის, იქამდე ჩეჩნეთის ლიდერიც კი არის, მაგრამ საქართველოში ვინ არის პასუხისმგებელი მოვლენებზე, თვითონ აი საიტის პატრონებმაც ვერ გაიგეს, ამიტომ უპატრონოთაა საქართველო დარჩენილი. ერთი პასუხისმგებელის არც ყობახიძის, არც ივანიშვილის, არც არავისის არ არის, ერთგვარ კარგია, იმიტომ რომ საერთოდ არ გაახსენდეთ. ეს არის შავი ზღვა, განთავსებული რუსული ფლოტი და აქ რა ხდება, რა შეინიშნება. მოკლედ ეს დღევანდელი მოვლენების ქრონიკა არის უკრაინის თეატრზე და აქ არის ერთი ძალიან
საინტერესო მომენტი. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზელენსკი იმყოფებოდა რუმინეთში და შეხვდა უკრაინული წარმოშობის რუმინელებს, რომლებიც უკრაინელ პილოტებს ეხმარებიან F-16-ების ათვისებაში და წვრთნაში. იმიტომ არის ეს ყველაფერი საინტერესო, რომ რუმინეთი განიხილება საავიაციო ბაზად, რომელი ბაზაც მოახერხებს და განთავსებას მოახდენს ამერიკული სამხედრო ავიაციის, რომლის განხორციელებაც, დარტყმების განხორციელება იქნება შედარებით უსაფრთხო ირანის მიმართულებაზე, მათ მოუწევს ძალიან ვრცელი ტერიტორიის გადალახვა, შეგვიძლია გავზომოთ ყველაზე უკიდურესი მიმართულება, ესე რომ ვთქვათ, აი კონსტანტინიდან ვავიღოთ ირანის უახლოესი საზღვარი არის 1396 კილომეტრი, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. აქ არის მომენტი იმის შესახებ, რომ თურქეთი, რომელიც უშუალოდ არის მეზობელი, საჰაერო სივრცეს არ უხსნის ირანზე იერიშების მისატანად. ასევე არც სომხეთი ახდენს მათთვის საჰაერო სივრცის გახსნას. რჩება ერთადერთი შესაძლებლობა და აი აქ არის საინტერესო ჩვენი ქვეყნის მიმართ რა ინტერესები გააჩნიათ. თუ კი განხორციელდება ირანზე რუმინეთიდან დარტყმები, რა თქმა უნდა, თურქეთი უარზე იქნება და არ გახსნის, მაშინ არის შესაძლებელი, რომ ეს დარტყმები განხორციელდეს საქართველოს და აზერბაიჯანის საჰაერო სივრცის გამოყენებით. აი, ამ შემთხვევაში იქნება ნამდვილად სერიოზული პრობლემა უკვე საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც, იმიტომ რომ აზერბაიჯანიც და საქართველოც არის ბევრად ახლოს ირანთან, ვიდრე სხვა დანარჩენი ქვეყნები და ამ შემთხვევაში მაშინ ირანის სამიზნე, ლეგალური სამიზნე უკვე გახდება საქართველოში არსებული რადიოლოკაციური სადგურები, აზერბაიჯანში არა მარტო აზერბაიჯანის რადიოლოკაციური სადგურები, ასევე გახდება სამიზნე ბაქოს ნავთობები, რომელი ნავთობებიც სერიოზულ საშუალებას აძლევს ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მიმართულებით იქნას გადაგზავნილი უკვე ისრაელში, 95% ამ ნავთობის იყიდება ისრაელში და გავრცელებული ამბები იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს არტერია იქნას სამიზნე გამხდარი ირანის, ნამდვილად არ არის მოკლებული, იმიტომ რომ დაახლოებით ისრაელის 40% აზერბაიჯანული ნავთობით იკვებება და აზერბაიჯანი არის ისრაელის უახლოესი მოკავშირე და დაფასებული საქართველოსთან განსხვავებით. აქ კიდევ განხორციელდა ერთი საინტერესო მომენტი. ინჯირლიკის ბაზაზე ამბობენ, რომ ირანული რაკეტების მოგერიება მოხდა, ეს არის ბაზა, სადაც არის თურქულ-ამერიკული კონტინგენტი განთავსებული და ეს ბაზა სერიოზულად არის ირანელების სამიზნე, რადგან იქ განთავსებული არის რადიოლოკაციური სადგურები, რომელი რადიოლოკაციური სადგურებიც ახდენენ ირანის ცის, ჩრდილოეთ ირანის კონტროლს. ამიტომ ეს რადიოლოკაციური სადგურები ირანისთვის სამიზნეა.
მოკლედ ცოტა საუბარი იქეთ წაგვივიდა, თუმცა შევეხოთ ერთ საინტერესო მომენტს რუმინეთში ამ კლოუნის ვიზიტს, რომელიც იქ შეხვდა პილოტებს და ეს შემდეგ. თავარი მათი საუბრის თემა იყო, როგორც გახდა ინფორმაცია ცნობილი, რომ რუმინეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე, დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, აი ამ მიმართულებით იქნას გაყვანილი და მიმდინარეობს მუშაობა დაჩქარებული ტემპით მაღალი ძაბვის ელექტროსადგურები, რადგან უკრაინის დღევანდელი მთავრობა სერიოზულ წინააღმდეგობაში არის უნგრეთის მთავრობასთან და სერიოზულ წინააღმდეგობაში არის ასევე სლოვაკეთის მთავრობასთან, საიდანაც ისინი ღებულობენ ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის, ასე რომ ვთქვათ, სანაცვლოდ ღებულობდნენ ისინი ტრანზიტს, რუსული გაზის ტრანზიტს, რომელიც უკრაინამ გადაკეტა და არ აძლევს საშუალებას, რომ უნგრეთში გაატაროს ეს ყველაფერი, ეს არის დაძაბულობა, ომამდე არის ლამის მისული. ორბანმა განაცხადა, რომ მას სიცოცხლის საფრთხით ემუქრებიან და მის ოჯახს უკრაინელები, ასე რომ რუმინეთიდან მაღალი ძაბვის ელექტროსადგურების გაყვანა უკრაინაში, ეს არის უკრაინელების ერთ-ერთი სტრატეგიული გეგმა, თუმცა ნახოთ რა იქნება. როგორც ცნობილი ხდება, რუსები ამ კვირაში გააქტიურდებიან განსაკუთრებით უკრაინის ენერგოსისტემის გასანადგურებლად და ისინი ყველა ძალას ამოქმედებენ იმისთვის, რომ უკრაინას მიაყენონ სერიოზული ენერგეტიკული დარტყმა და იყოს ლოკდაუნები. ასევე საინტერესო არის ის, რომ თვითონ უკრაინის ჩრდილოეთის მიმართულებაზე გააქტიურდა რუსული შენაერთები სუმის ოლქის და ხარკოვის ოლქის მიმართულებაში. მოკლედ, ნახოთ რას მოიტანს თვითონ ომი. ბაჭკას გაუკეთებია განცხადება. ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით საინტერესო არის რა განცხადება გააკეთა. ბაჭკა გამოცდილი არის, ძველი გეოპოლიტიკოსი არის და ასე რომ შესასწავლია სიმართლე გითხრათ, არც შეიძლება ფეიკიც იყოს, შეიძლება მართალიც იყოს, იმიტომ რომ აქ გავრცელებული ინფორმაციები ჯერ არ არის დადასტურებული. საინტერესო არის, რამდენი არის ამ მომენტისთვის ნავთობის ფასი. ნავთობის ფასი არის $95. ეს აძლევთ საშუალებას, რომ ამ დროს იქნას განხორციელებული ომი. ეხლა ეს რაც შეეხება პერიოდულად განთავსებული ინფორმაციები ქვეითი ჯარების შესახებ, ეს ვრცელდება 2 დღეა. გადასროლა გამოუცხადეს, ესე რომ ვთქვათ, 2500 სამხედრო ქვეითს, საზღვაო ქვეითს ამერიკელებმა და ვნახოთ რა იქნება. მოკლედ, დღეს ამით დაგემშვიდობებით. სხვა დროსაც საღამოობით უფრო შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ მსგავსი მიმოხილვები, რა მიმოხილვაც რეალურად ხდება, რის მიმართებაშიც ინფორმაცია პრაქტიკულად დახურულია საქართველოში და საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმას აჩვენებენ, რომ როგორ მოახერხა
ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა და გაანადგურა ირანის ინფრასტრუქტურა. როგორც ხედავთ, საქმე არ არის ისე, რასაც რუსთავი 2 და რასაც ტელეკომპანია იმედი თუ ისევ და ისევ ებრაელის მიერ მართული და დაფინანსებული ტელევიზიები ფორმულა თუ ასე შემდეგ აცხადებენ, საქმე არის სხვანაირად. მოკლედ ეს იყო დღევანდელი დღის მიმოხილვა. 13 მარტი და ვნახოთ. დავილოდოთ მოვლენების განვითარებას. ფაქტია, რომ ომი გაჩერებას არ აპირებს. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.